აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვადასხვა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა. საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების წინაშე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ჯემალ გამახარიამ უმაღლეს საბჭოში განხორციელებულ რეორგანიზაციის შედეგებზე ისაუბრა, რის შემდეგაც მისი თქმით მათი საქმიანობა უფრო ეფექტური და მოქნილი გახდა. მან აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ არსებული ვითარება მიმოიხილა და შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და დევნილი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდაზეც ისაუბრა. სამშვიდობო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ მნიშვნელობა აღნიშნა და პროექტისადმი აფხაზის საზოგადოების პოზიტიურ დამოკიდებულებას და დიდ ინტერესს გაუსვა ხაზი. ჯემალ გამახარიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე საერთაშორისო სამართლის ბერკეტების ამოქმედების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მან უმაღლესი საბჭოს ინიციატივით სამომავლოდ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტებიც აღნიშნა. მათ შორის არის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ქართულ ენაზე დისტანციური სწავლების პროექტი და მრავალი სხვა. დღეს იყო შეხვედრა პედაგოგებთან, პროფესორასთან, ჩვენი ინტელიგენციის გამორჩეულ წარმომადგენლებთან, რომლებსაც ჩავაბარეთ ანგარიში, რა გაკეთდა, ასევე იყო საუბარი იმაზე, რას ვაპირებთ ამ ახალ სასესიო პერიოდში. საუბრის ძირითადი თემა გახლდათ ასევე თანამშრომლობა. ჩვენ ვართ ორიენტირებული იქითკენ, რომ საერთოდ მთლიანად ჩვენს დევნილ საზოგადოებასთან გქონდეს კავშირი ყოველდღიური ელექტრონულად. ჩვენა გვექნება ცხელი ხაზი, არის სპეციალური სამსახური, რომელიც ამ საქმეს ახორციელებს და ჩვენ მზად ვართ ყოველდღიურად მივიღოთ მათი წინადადებები, განცხადებები, საჩივრები და ვიმუშაოთ მერე მათ შესრულებაზე. რადგანაც აქ პედაგოგები იყვნენ, ბუნებრივია ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება დაუთმეთ განათლების საკითხებს, განათლების სფეროს. ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება დისტანციური კლასგარეშე სწავლების პროექტზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. მსახურება იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას, რომლებიც მოკლებულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას, მას ვაძლევთ შესაძლებლობას ჩვენი სამინისტროს პროგრამებით ვასწავლოთ ქართულ ენაზე, ქართული პროგრამებით, მაგრამ სამწუხაროდ დისტანციურად და კლასგარეშე. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა. მონაწილეებმა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებმა და საჯარო სკოლების პედაგოგებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილ ყველა პროექტში მხარდაჭერა აღუთქვეს. კონსტრუქციულია ეს შეხვედრა, ძალიან დროულია, ვინაიდან დღეს პოსტინდუსტრიულ ეპოქაში, როდესაც ინტერნეტით ძალიან ბევრი საჭიროებო საკითხების მოგვარება არის შესაძლებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტრუმენტი იქნას გამოყენებული ქმედითად. ამ ჩართულობისთვის ქართველი პედაგოგები მზად ვართ, მით უმეტეს ვინც ოკუპირებული რეგიონიდან ვართ, ყველას განსაკუთრებით შეგტყივა გული და ეს ბუნებრივიც არის. ძალიან მოქნილია, ძალიან მოსახერხებელია და ინტერნეტით შეუზღუდავი კავშირი გვექნება და ყველა რაღაცა წვლილს შევიტან თამაში და მთავარი ზუსტად რაც ბატონმა ჯემალმა თქვა, ყველაზე მეტად რაც მომეწონა ეს არის, რომ ამ შემთხვევაში ეს იქნება მათი იდეოლოგიურად, მორალურად, მენტალურად გაძლიერება. მათ იცოდნენ რისთვის აკეთებენ ამას, რატომ, რას მოუტანს შედეგად. უბრალოდ ყოველსა მე მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის უზენაეს საბჭოს ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნივერსიტეტების, სკოლების და პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და მე მაგას ყველადაერთ მივესალმებ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ პატივიცეთ ჯერეთი იმ პოლიტიკურ ინსტიტუტს, რომელსაც შეინარჩუნა საკუთარი თავი, ეს არის აფხაზეთის თქვათ უზენაესი საბჭო, ასევე სოხუმის უნივერსიტეტი, ასევე სკოლები, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილები. მე ნათლად ვხედავ პოზიტიურ პერსპექტივას, მე ნათლად ვხედავ სამშვიდობო რეალურ პროცესს. აი ამ ადამიანების გადასაწყვეტი არის აფხაზეთის მომავალიც და საქართველოს მომავალიც და კავკასიის მომავალიც ასე. მე მიყვარს გადაცემა ეგ მეცნიერება და ინოვაციები, გადაწყდა რომ ესე იგი 1 საათიანი ფაქტობრივად გადაცემა მხოლოდ აფხაზეთზე და ასევე ცხინვალზეც 1 საათიანი, სხვა დღეს იქნება ესე იგი წარმოდგენილი ჩვენ სისტემაში. ჩვენ დაუბრუნებთ ტრიბუნას აფხაზეთელებს, სადაც ყველას შეიძლება უშუალოდ კომუნიკაცია
და საუბარი. შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭირო. შეხვედრაზე მოხდა ასრთა ურთიერთგაცვლა. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. ყველას კარგად მოგეხსენებათ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის შევიწროების სწავლებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ დისტანციური სწავლებაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია. აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლა მზად არის მიიღოს დისტანციურ სწავლებასთან მიმართებაში ამ პროცესში მონაწილეობა. აფხაზეთის საკითხი არ არის მარტო რაღაც ერთი ჯგუფის საკითხი, ეს მთელი საქართველოს სატკივარია. მე ამ შემთხვევაში როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენელი, ესწრებოდი შეხვედრა ძალიან საინტერესო ინიციატივებია და ჩვენი მხრიდან, ჩვენ უზრუნველყოფთ აკადემიური პერსონალის მხრიდან, სტუდენტების მხრიდან საჭირო ინტელექტუალურ მხარდაჭერას იმ პროექტებისა, რა პროექტებიც არის აქ წარმოდგენილი. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, მსგავსი ტიპის შეხვედრები დევნილი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან სისტემატურად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება. მისი მიზანი დევნილ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მათი ინტერესების დაცვა და დევნილების ჩართულობის გაზრდა აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სოციალურ პროექტებში. პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლებთან ჩავატარეთ შეხვედრა და ეს იყო ერთგვარი იმ პროგრამის ინოვაციების პროექტების გაცნობის საშუალება იმ ადამიანებისადმი, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან ჩვენი მოზარდითაობის აღზრდის საქმეში, რომ თავიანთი აკადემიური სტატუსით განსხვავებულ სოციალურ ფენას წარმოადგენენ და რომლებიც აფხაზეთის პრობლემატიკის დარეგულირების პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით დევნილი სახალხო სტრუქტურების დასაყრდენი გახლავთ. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლეს საბჭოს შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოთქვეს სრული მზადყოფნა იმ საკითხების იმპლემენტაციაში და რეალიზაციაში, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს.